აქ მოთხრობილი ამბები ნამდვილად ეხმიანება იმ მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღურად ვადევნებთ თვალს. ადამიანები ხო ამბობენ, რომ შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს, როგორც ამ წიგნის ავტორს. სიჩუმე თანამონაწილეობაა. თითქოს ეს სინდისის დამშვიდება არის, რომ შენ არ ხარ თანამონაწილე, მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როცა ჩვენ უძლურნი ვიქნებით უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს უნდა დადგეს დრო, როცა ამას არ გავაპროტესტებთ. კანონის უზენაისობა შეიძლება ილუზია იყოს და ერთ წამში გაქრეს. აი ამ ფერმებს, ტროლბოტების, რაც ჩვენთვისაც ძალიან ნაცნობი არის, ხო? ფაქტებისთვის ბრძოლა უნდა მოვიგოთ. თითოეული ჟურნალისტის კეთილსინდისიერი საქმიანობა შეიძლება იყოს გამსაზღვრელი. საუბრობს კონვერტის ჟურნალისტებზე, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებისთვის იღებენ კონვერტებით ფულს და ამის მაგალითები ქართულ სატელევიზიო სივრცეში სამწუხაროდ არსებობს. ეხლა რაც წავიკითხე აქ, რომ პრეზიდენტ დუტერტეს მაგივრად, არ ვიცი, ირაკლი კობახიძე თუ მამუკა მდინარაძე ჩავსვათ და რაპლერის მაგივრად, რა ვიცი, რომელიმე ორგანიზაცია, რომელსაც ქართული ოცნება თავს ესხმის, იდენტური ტექსტი გამოვა და ამაზე მე კიდევ ერთხელ დავფიქრდი, სად არის ჩვენი როლი. მოგესალმებით Redline-ზე, მე ვარ ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე და დღეს გადავწყვიტე, რომ გესაუბროთ თემაზე, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ბუნებრივია ამ თემაზე ვისაუბრებ მარია რესას წიგნის მიხედვით, რომელიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, ვინაიდან ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საკუთარ სასამართლო პროცესზე იყო მარია რესას წიგნით და შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად აქციის მონაწილეებს მარია რესას წიგნი ჰქონდათ. რამდენიმე დღის წინ ასევე რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად გაიმართა დისკუსია, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, სწორედ ამ წიგნზე. ბევრი ადამიანი შესაძლოა ამ დისკუსიას ვერ დაესწრო, ბევრს აინტერესებს თუ რა ამბები არის მოთხრობილი მარია რესას წიგნში. დღეს ჩვენ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც რიტმი არის ისეთი, იმდენად უსამართლო არის გარემო, რომ რთულია გამონახოთ დრო ესეთი საკმაოდ ხელტანიანი წიგნების დასაკითხად. მათ შორის ვარ მეც და ნამდვილად არ არის დღეს წიგნის კითხვის განწყობა, თუმცა კიდევ ერთი მოვლენა, რამაც განაპირობა, რომ ეს წიგნი დამემუშავებინა და დღეს ეს ვიდეო ჩამეწერა, ეს იყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც ერთ-ერთ უკანონო პატიმართან უნდოდათ ახლობლებს, რომ მარია რესას წიგნი შეეგზავნათ, თუმცა ამის უფლება მათ არ მისცეს და ეს იყო ერთგვარი სიგნალი, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ამ წიგნზე, როგორც შეგვიძლია ისე გავავრცელოთ, არ ვიცი, მეგობრებს ვაჩუქოთ, თუ წაგვიკითხავს მის შესახებ მოვუთხროთ და რაც შეიძლება გავრცელდეს მარია რესას წიგნი, ვინაიდან აქ მოთხრობილი ამბები ნამდვილად ეხმიანება იმ მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღურად ვადევნებთ თვალს. და მარია რესა, რომელიც გახლავთ ჟურნალისტი, რომელიც CNN-ის ჟურნალისტი იყო 20 წლის განმავლობაში, ბევრ ისეთ ქვეყანაში იცხოვრა, სადაც ავტორიტარული რეჟიმი მართავდა თავის მეთოდებით სახელმწიფოებს, ანვითარებდა საზოგადოებრივ აზრს. ეს მეთოდები სამწუხაროდ დღეს ნაცნობი არის ქართული საზოგადოებისთვის და მარია რესას მრავალწლიანი გამოცდილება, ნამდვილად ვფიქრობ, რომ დაგვეხმარება. ადამიანები ხო ამბობენ, რომ შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს, როგორც ამ წიგნის ავტორს და შესაძლოა მისი დაკვირვება, მისი გამოცდილებით მიღებული, არ ვიცი, ცოდნა, დაკვირვებები იყოს ერთგვარი გაკვეთილი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გარკვეულ სიტუაციებში, სად უნდა გავჩუმდეთ, სად არ უნდა გავჩუმდეთ და როგორ შეიძლება ასე განვითარდეს მოვლენები ჩვენი ქმედებიდან გამომდინარე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. ვიდრე მარიაზე და აქ მოთხრობილ ამბებზე უფრო დეტალურად გესაუბრებით, პირველ რიგში, როდესაც ამ წიგნის კითხვა დავიწყე, მე შევხედე ამ თვალით, რომ რა სათქმელი შეიძლება ჰქონოდა მზია ამაღლობელს, როდესაც გადაწყვიტა, რომ მარია რესას წიგნი ეჩვენებინა ჩვენთვის. რა არის ის გზავნილები, რომელიც შესაძლოა სასამართლო პროცესზე არ გაჟღერდა, მაგრამ ჩვენთვის არის ნიშანდობლივი. და აქ რამდენიმე ასეთი ეპიზოდი აღმოვაჩინე, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მენიშნა და ვფიქრობ, რომ ეხმიანება მზია ამაღლობელის დაკავებას და იმ ამბებს, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება. ასეთი ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც ამ წიგნში რამდენჯერმე მეორდება, ეს არის სიჩუმე თანამონაწილეობაა. ამ ფრაზას მარია რესა სხვადასხვა მოვლენებთან მიმართებაში იყენებს. და რომ დავუკვირდეთ ეს რას ნიშნავს, ხომ? სიჩუმე თანამონაწილეობა, რომ წარმოვიდგინოთ გარკვეული სიტუაციები, რომელიც
დღესაც ვფიქრობ, რომ ბევრი იქნება, როდესაც ადამიანები აწყდებიან უსამართლობას, როდესაც ადამიანები აწყდებიან ტყუილს. შესაძლოა მათ არ უნდოდეთ, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილენი იყვნენ და არ ყოფნით გამბედაობა, ან რაღაცა კომფორტის დათმობა არ უნდათ და ამ შემთხვევაში ისინი ირჩევენ განრიდების გზას, როდესაც ამ უსამართლობას განერიდები. თითქოს ეს სინდისის დამშვიდება არის, რომ შენ არ ხარ თანამონაწილე, მაგრამ თითოეულ ხმას იმხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს, რომ აი ეს განრიდებაც არ არის უსამართლობაზე ხელის აღება, ასე ვთქვათ. ეს განრიდება შესაძლოა იყოს სწორედ თანამონაწილეობა და ისეთივე დანაშაული, როგორც უსამართლობის ჩადენა არის. ერთი ეს ფრაზა მენიშნა, რომ სიჩუმე თანამონაწილეობა. მეორე რაც იყო, ეს არის მარიარეს სასამართლო პროცესი, მას არაერთხელ დააკავებენ, ის არაერთხელ დააკავეს და ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ, როდესაც მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი, ის ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მოგმართავთ ამ ოთახში მყოფ ჟურნალისტებს, ფილიპინელებს, რომლებიც გვისმენთ, დაიცავით თქვენი უფლებები, ჩვენი შემთხვევა ყურადსაღები მაგალითია, ჩვენით თქვენი შეშინება უნდათ. მაგრამ არ შეგეშინდეთ, თუ თქვენს უფლებებს არ გამოიყენებთ, დაკარგავთ. აი ეს ახლა რომ გავიაზროთ, რა უთხრა ჟურნალისტებს მარია რესამ და შეიძლება თუ არა იგივე სათქმელი ჰქონდეს მზია ამახობელს. ჩემთვის ეს ფაქტობრივად ერთი და იგივე არის, ვინაიდან მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ალბათ სრული უმრავლესობა ვერ წარმოიდგენდა, თუნდაც რამდენიმე კვირის წინ, რომ ჟურნალისტს ჩვენ ნახავდით გისოსებს მიღმა. ისევე როგორც ჩვენ დაახლოებით 2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეცრაზმი მიზანმიმართულად დაესხმეოდა ჟურნალისტებს თავს. ჟურნალისტი ყოველთვის იყო ხელშეუხებელი, ვინაიდან მისი ვალდებულება, მოვალეობა არის, რომ მაყურებლამდე მიიტანოს ამბავი, აჩვენოს რა ხდება. და მას აქვს ეს გარანტირებული უსაფრთხოება. თუმცა ჩვენ ვნახეთ ეს ფაქტები და ფაქტობრივად ჩვენს არხსაც რომ გადაავლოთ თვალი, სადაც სხვადასხვა ვიდეოში ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დაშინების პოლიტიკაზე, რომელსაც ქართული ოცნება დღეს ეწევა. ზუსტად ამაზე საუბრობს მარია რესა, აი ამ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გამოსული, რომ ჩვენი შემთხვევა ყურადსაღები მაგალითია, ისევე როგორც მზია ამაღლობელის მაგალითი არის ყურადსაღები და ჩვენით თქვენი შეშინება უნდათ. ჟურნალისტებზე თავდასხმა ეს არის დაშინების პოლიტიკა, ჩემი აი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა და ღრმარწმენით, იმიტომ რომ რა შეიძლება იყოს სხვა თუ არა ეს დაშინება, რომ აი ჟურნალისტებსაც კი თავს ესხმიან, აი ჟურნალისტიც კი შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულით ჩვენ ჩავსვათ საპყრობილეში. ამას გვეუბნება პარტია, რომელიც მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას, ხომ? ამიტომ აი ესეც მენიშნა, რომ არ შეგეშინდეთ, თუ თქვენს უფლებებს არ გამოიყენებთ, დაკარგავთ. თუ ჩვენ დღეს ყველა არ ამოვიღებთ ხმას იმ პროცესების მიმართ, რაც ვითარდება, ჩვენ დავკარგავთ ყველანაირ უფლებას და ფაქტობრივად გაჩუმება რას ნიშნავს, ხო? გაჩუმება ნიშნავს შეგუებას და არ ვიცი, შეგუება რამდენად გვაწყობს და ამ შემგუებელ გარემოში ცხოვრება, ვის აწყობს და ვის არა, ეს თავად გადაწყვიტონ ადამიანებმა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ელი ვეისელის გაფრთხილებას გვთავაზობს მარია რესა და ელი ვეისელმა გაგვაფრთხილაო, რომ შეიძლება დადგეს დრო, როცა ჩვენ უძლურნი ვიქნებით უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს უნდა დადგეს დრო, როცა ამას არ გავაპროტესტებთ. აი ესეც ეხმიანება ფაქტობრივად მარია რესას სასამართლო პროცესიდან გამოსულ სიტყვას. როდესაც სასამართლო პროცესიდან გამოვიდა რა სიტყვაც თქვა იმას. არასდროს არ უნდა დადგეს დრო, როდესაც უსამართლობას არ გავაპროტესტებთ, თუმცა შეიძლება რომ კანონის უზენაესობა ილუზიად იქცეს. ესეც ამ წიგნში არის და ამბობს, რომ ეს კანონის უზენაესობა შეიძლება ილუზია იყოს და ერთ წამში გაქრეს და ეს მეო ინდონეზიაში ცხოვრების და მუშაობის დროს ვისწავლეო. მარია რესა მთელი თავის ცხოვრება ახლაც აქტიურად უპირისპირდება სწორედ ამას, რომ კანონის უზენაესობა არ იქცეს ილუზიად და საკუთარი პროფესიით იმ გამოცემებით, რომელშიც ის მუშაობდა, მუდმივად აი ამას უპირისპირდებოდა და დღეს ფაქტობრივად ჩვენ რის წინაშე ვართ, ხომ? უსამართლობის და კანონის უზენაესობის ილუზიად ქცევის, როდესაც ცრუმორწმენების დახმარებით, როდესაც ფაქტების გარეშე ადამიანები ფაქტობრივად ადამიანებს ტოვებენ ფაქტობრივად ციხეში და აი როდესაც ფაქტი ვახსენე, ამ ფაქტებზეც წერს.
მარია რესა, როდესაც ის საუბრობს უკვე სოციალურ მედიაზე. მაგრამ ცოტა წინაპირობას მოგიყვებით. როგორც გითხარით, მარია რესა CNN-ზე მუშაობდა 20 წლის განმავლობაში. CNN-ზე ჩვენ გავაკეთეთ ქრონიკები იმ გარდამავალი საზოგადოებების შესახებ, რომლებიც დიქტატურისა და ძლიერი ხელის შემდეგ საკუთარი დემოკრატიების შექმნას ცდილობდნენ. მარკოსის ფილიპინებიდან, ლიკვანიუს სინგაპურამდე, სუჰარტოს ინდონეზიიდან, მაჰათირის მალაიზიამდე. ეს არის ის ქვეყნები, სადაც მარია რესა მუშაობდა. ის არის ნობელის პრემიის ლაურეატი, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად გაწეული 8 წლისთვის. CNN-ზე 20 წლიანი მუშაობის შემდეგ ის ფილიპინებზე, საიდანაც წარმოშობით არის და მარია რესა ფილიპინებზე ცხოვრობდა, შემდეგ შტატებში გაიზარდა, შემდეგ ისევ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა. მუშაობდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე, ხელმძღვანელი იყო. ეს არხი დატოვა და უკვე შემდეგ დაარსა საკუთარი ონლაინ ახალი ამბების გამოცემა თანამოაზრეებთან ერთად, რაპლერი ერქვა ამ გამოცემას და მის საქმიანობას ბევრი ინოვაციური მიდგომა უკავშირდება ამ სფეროში, ჟურნალისტიკაში. მათ შორის, როდესაც რაპლერი დაარსა, მაშინ ეს Facebook-იც იწყებდა ნელ-ნელა ძალების მოკრებას, ასე ვთქვათ, ბევრი მომხმარებელი ჰყავდა Facebook-ს და ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური მიდგომა იყო მოქალაქე ჟურნალისტი, რომლისთვისაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთი ადამიანი გადაამზადა და ეს რას გულისხმობდა, რომ ადამიანები, როდესაც რაღაცა ამბის თანამომსწრენი იქნებოდნენ, ეს იქნებოდა დანაშაული თუ უბრალოდ მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, რომ ჩვენ smartphone-ებს ვიღებთ და ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ რა ხდება. ასეთი არაერთი ინოვაციური მიდგომა ჰქონდა, ის მუდმივად ებრძოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, ავლენდა არაერთ დანაშაულებრივ ფაქტებს და ამასთან ერთად, აი, როდესაც ფაქტები ვახსენე, ისევ დაუბრუნდები ამ ფაქტებს, ებრძოდა დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელიც არის დეზინფორმაცია და ფაქტებს მოკლებული ინფორმაცია. და მარია რესა თავის თანაგუნდელებთან ერთად, თავის ჟურნალისტებთან ერთად ასევე ავლენდა იმ ქსელებს, რასაც ქვია ტროლბოტების ქსელები. მარია ამბობს, რომ 2015 წელს უკვე არსებობდა ცნობები იმის შესახებ, რომ ყალბი ანგარიშების ფერმები არსებობდა. Google და Twitter-ი საჯარო პოლიტიკას და ლობისტურ მცდელობებს ერთმანეთისგან მიჯნავდნენ. რაც ადგენდა გარკვეულ წესებს კონტენტთან დაკავშირებით, ამ ორი ფუნქციის გამიჯვნას ითხოვდნენ Facebook-იდანაც, რაზეც უარი იყო და ამას რამდენიმე თანამშრომლის წასვლაც მოჰყვა Facebook-იდან და მარია რესა თავის ონლაინ გამოცემის თანამშრომლებთან ერთად უპირისპირდებოდა დეზინფორმაციის გავრცელებას და აი ამ ფერმებს, ტროლბოტების, რაც ჩვენთვისაც ძალიან ნაცნობი არის, ხომ? და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვაწყდებით ამას, რომ სხვადასხვა ადამიანის პირდაპირ ვთქვათ, გაშავების მიზნით ჩაერთვებიან ხოლმე ეს რაღაცა ტროლების ქარხნები, საქართველოში ვამბობ, და ადამიანების მიზანმიმართული გაშავება ხდება. ამასთან ერთად, რასაც მარია წერს, ეს არის სხვადასხვა აზრის ფორმირება, რასაც სწორედ აი ასეთი ამგვარი მიდგომით ახერხებდნენ ხელისუფლებები და ახერხებენ დღესაც არა მხოლოდ საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, ხომ? როდესაც რაღაცა აზრს ავრცელებენ, შემდეგ ეს ტროლბოტები დაესევიან ამ რაღაცა პოსტებს და უამრავი კომენტარით, რეაქციით ის ალგორითმი ამ პოსტებს უფრო მეტ ადამიანს აჩვენებს და ამასთან ერთად ეს დეზინფორმაცია თითქოს ხელშესახები არის და რაღაც ნამდვილი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს ამას, ხომ? აი ამ ტროლბოტების ქარხნებს, ამ ფერმებს, როგორც თავად უწოდებს, მუდმივად ებრძოდა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც რაპლერის ესე იგი ხელმძღვანელი იყო მარია რესა და არაერთხელ გამოავლინა ეს ქსელები როგორ მუშაობდა, ეს ქსელები როგორ ეხმარებოდა ხელისუფლებებს არჩევნების წინ, არჩევნების მოგებაში, სხვადასხვა აზრის ფორმირებაში და ეს ჩვენთვის არის ძალიან ნაცნობი და ამბობს, რომ ტექნიკურმა კომპანიებმა უარი თქვეს ფაქტების სიმართლისა და ნდობის დაცვაზე ტექნოლოგიური კომპანიების გავლენით დღეს ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, განსაზღვრულია კორპორაციების მოგების ინტერესებზე და ამის არაერთი ფაქტი არის აქ, როდესაც იგივე Facebook-ის წარმომადგენლობა თვალს ხუჭავს სხვადასხვა დეზინფორმაციაზე და ტროლბოტების ანგარიშებს და ადამიანების ანგარიშებს ასე ავრცელებენ და ეს ინფორმაცია იცვლება სხვადასხვა კორპორაციებში და სახელმწიფოებში. Facebook-ს აქვს გამაოგნებელი შესაძლებლობა განსაზღვროს ახალი ამბების ორგანიზაციების თვითონ ჟურნალისტიკის ბედი.
მას აქვს ახალი ამბებისთვის შიდა რანგირება, რაც განსაზღვრულია ალგორითმით. აი ეს არის სერიოზული პრობლემა საქართველოშიც. ვინაიდან რა ხდება, ხო? ეს ონლაინ ეკოსისტემა, რომელიც დარღვეული არის მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ამის მომხმარებელი არის სრულიად საზოგადოება. მათგან ბევრი ადამიანი და ვიმედოვნებ, რომ ამ ვიდეოს ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებიც უყურებენ და მინდა გითხრათ, რომ თქვენს სოციალურ ქსელში ალგორითმი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას გიგდებთ, ასე ვთქვათ, აუცილებელი არის, რომ ეს ინფორმაცია იქნას გადამოწმებული. ვინაიდან არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჟურნალისტები, რომლებიც ეძებენ სანდო წყაროებს, ეძებენ ფაქტებს, ამოწმებენ ერთ პლატფორმაზე, მეორეზე, იყენებენ Google-ს და ასე შემდეგ, მაგრამ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც ფაქტების გარეშე იჯერებს იმ დეზინფორმაციას და გადამოწმების გარეშე, რომელიც მათ სოციალურ ქსელში, ასე ვთქვათ, ამოტივტივდება და რომელიც სისტემატიურად ხვდება მათ. ყველი უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ფაქტი, ფაქტების გარეშე ვერ გავიგებთ სიმართლეს, ფაქტების გარეშე არ იქნება ნდობა, ფაქტების ნდობის და სიმართლის გარეშე არ არსებობს რეალური დემოკრატია და ადამიანის ყველა სწრაფვა მისკენ მკვდარია. ფაქტებისთვის ბრძოლა უნდა მოვიგოთ. ფაქტობრივად აი ამასთან მიმართებაში, რაც მახსენდება დღეს ჩვენი რეალობა, ეს არის, აი ჩვენს არხზეც დევს ეს ვიდეო, პირველი და ეს ყველაზე თვალსაჩინო, რომელიც შეიძლება ბევრსაც გაგახსენდათ, ეს არის მაგალითად მეორე ფრონტის აზრი და იდეა, რომელსაც ქართული ოცნება ავითარებს, რომ გარეშე ძალები, რა ვიცი, გლობალური ომის პარტია ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს ომში და მეორე ფრონტი გახსნან საქართველოში. ამის, ასე ვთქვათ, ფაქტად მოიშველიებენ ხოლმე და საზოგადოებაში ეს აზრი აქვთ გავრცელებული საკუთარ ამომრჩეველში, რომ თითქოს შტატების ელჩი ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ქართული ოცნების პირველ პირთან შევიდა, უბრახუნა ხელები, ფეხები, მოითხოვა ომში ჩართვა და აი ქართულმა ოცნებამ ეს არ გააკეთა, ეს დავალება არ შეასრულა. თუმცა ამის ფაქტი არ არსებობს. ამის არც ვიდეო მასალა არსებობს, არც რაღაცა ხმოვანი ფაქტი არსებობს, არანაირი ფაქტი არ არსებობს. თუმცა დღეს რომ გახვიდეთ და ქართული ოცნების რომელიმე ამომრჩეველს გკითხოთ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, შეიძლება აი ეს ამბავი მოგიყვეთ ასე მოარულ ამბად. და ამაზე ძალიან ბევრი უსაუბრიათ. აი სწორედ ამაზე არის საუბარი, რომ თუ ფაქტი არ არსებობს, არ იქნება სანდოობა. თუ სანდოობა არ იქნება არც სიმართლესაც ფასი ეკარგება, ასე ვთქვათ, ხო? და ფაქტობრივად აი ეს რეალობა, რაზეც მარია რესა წერს, რომ დეზინფორმაციის ჭაობში არიან ადამიანები, ჩაძირულები და ფაქტობრივად იმდენად დიდი არის ეს ნაკადი სოციალურ მედიაში, რომ ადამიანები ფაქტების მოძიებაზე აღარც ფიქრობენ და აღარც ინტერესდებიან, ამ პრობლემის წინაშე დგას დღეს საქართველოც და მარია ამბობს, რომ ვიცით, რომ რთულია ჟურნალისტებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რაც ყველას გვაძლიერებს არის ის, რომ ჟურნალისტად ყოფნისთვის საუკეთესო დროა, რადგან ცხოვრობთ საკუთარი ღირებულებებისა და მისიისთვის. დღეს ჟურნალისტიკას კიდევ უფრო მეტი ფასი აქვს და ამაზე წერს მარია რესა, რასაც, რა ვიცი, მეც ვეთანხმები, ვინაიდან დღეს ეს მედია სივრცე არის ფაქტობრივად ჩამოშლილი. საქართველოს მაგალითზე ვამბობ, ვინაიდან არსებობს ეს სოციალური მედია და ამასთან ერთად სრულიად პოლარიზებული სატელევიზიო მედია, რომელიც თავის მხრივ ერთი თავის როლზე მიდის, მეორე თავის როლზე და ჩემი დაკვირვებით ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მედიებს ადევნებენ თვალს ერთს, მეორეს თუ მესამეს სოციალურ ქსელში, რაღაცა ილუზიურ სამყაროში ცხოვრობენ, წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ, ვინაიდან ეს ინფორმაცია, ეს ნიუსი, ეს ასე ვთქვათ, მოწოდებული აზრი, საზოგადოებრივი აზრი ხანდახან რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. და ადამიანები, რომლებიც თვითონ არ ცდილობენ ფაქტების მოძიებას, ფაქტობრივად თავის შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ და ამ შემთხვევაში თითოეული ჟურნალისტის საქმე, რომელიც იქნება დამყარებული ასე ვთქვათ ფიცზე, რომელიც ეს ფორმალურად ფიცზე, რომელიც თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც ეს პროფესია აირჩია დადო. ანუ ეს რას გულისხმობს, რომ თუ მათი საქმიანობა დაფუძნებული იქნება იმ ღირსებაზე, იმ მისიაზე, რასაც ჟურნალისტიკა მოითხოვს, რასაც ჟურნალისტიკა აკისრებს თითოეულ ჟურნალისტს, ეს არის ფაქტებით სიმართლის თქმა, ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული სიმართლის
სიმართლის თქმა და ჩვენება სრული სურათის და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი რაღაცა ამბების თითოეული ასეთი მცდელობა, თითოეული ჟურნალისტის კეთილსინდისიერი საქმიანობა შეიძლება იყოს განსაზღვრელი და შეიძლება იყოს გადამწყვეტი გარკვეულ მოვლენასთან მიმართებაში და ეს სიმართლე, რა თქმა უნდა, გამოიწვევს სანდოობასაც ამ ჟურნალისტების მიმართ და ასეთი რაც უფრო მეტი ჟურნალისტი იქნება, პროცესები უფრო, არ ვიცი, ალბათ სწრაფი ტემპით და სიმართლის მხარეს წავა. ასევე მარია რესა საუბრობს კონვერტის ჟურნალისტებზე, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებისთვის იღებენ კონვერტებით ფულს და ამის მაგალითები ქართულ სატელევიზიო სივრცეში სამწუხაროდ არსებობს და აქვე ამბობს, რომ არსებობენ ისეთებიო, ვინც არ იღებენ, მაგრამ ჩუმად არიანო და ამ შემთხვევაშიც ისევ სიჩუმე თანამონაწილეობა არის, აი ამაზე მიანიშნებს მარია რესა და როდესაც ამბობს, რომ სიჩუმე თანამონაწილეობა არის, იხსენებს ერთ-ერთ ამბავს მისი ბავშვობიდან. ეს არც პოლიტიკური არის, არც რაღაცა ბრძოლის მაგალითი არ არის. ბავშვობაში, როდესაც მის თანაკლასელს შარვლის გამო დასცინოდნენ. რაღაცნაირი შარვალი ეცვა, არ მახსოვს როგორც ამბობს, მაგრამ ამ შარვლის გამო ერთი სიტყვით დასცინოდნენ. აბულინგებდნენ და მარიამ პირველ ჯერზე არ ამოიღო ხმა, ვინაიდან თავადაც შეეშინდა ამ თავდასხმის. მეორე ჯერზე, როდესაც ისევ დასცინეს მის თანაკლასელს, უკვე მარიამ ამოიღო ხმა და ის დაიცვა და ამბობს, რომ სიმართლისთვის, ბრძოლისთვის მეგობრები გვერდში დამიდგნენო. აი ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი რა ვიცი, საინტერესო ეპიზოდი და ნიშანდობლივი, ვინაიდან არიან დღესაც ადამიანები, რომლებიც რჩებიან გარკვეულ სამსახურებში, იგივე გარკვეულ პოზიციებზე და მათ არ ყოფნით გამბედაობა, რომ ხმა ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ. არ ვიცი, ეშინიათ, რომ მარტონი არიან, მაგრამ როდესაც შენ სიმართლის მხარეს ხარ და ხმა მაღლა ამბობ და უპირისპირდები ამ სიმართლეს, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იქნებიან შენი თანამოაზრეები. ვინაიდან სიმართლის მხარეს ყოველთვის დგანან ადამიანები და ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი ვიდრე უსამართლობის მხარეს. ასევე მე არაერთხელ მისაუბრია სხვადასხვა ჟურნალისტთან, რომლებიც პროპაგანდისტულ სახელმწიფო არხებზე მუშაობენ და მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ იცი, ჩვენ სიმართლეს, უსამართლობას შიგნიდან ვუპირისპირდებით. მეც მქონია ამის მაგალითი და რა ვიცი, მეც მჯეროდა, რომ ციხე შიგნიდან ტყდება და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ რაღაც გარეთ ქუჩაში და აქციაზე დგომით და იქ ხმამაღლა სიტყვით გამოსვლით შეიძლება რომ უსამართლობას დაუპირისპირდე. არა, შიგნიდან ტყდება ციხეები, რა თქმა უნდა, და ეს ყველაზე ძლიერი ბრძოლის გზა არის, ასე ვთქვათ, და შეიძლება ყველაზე შედეგიანიც, მაგრამ ხშირად სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ეს ბრძოლა არის ზღვაში წვეთი და უბრალოდ არ აქვთ ადამიანებს რესურსი, რომ შიგნიდან იმდენად შედეგიანი ბრძოლა აჩვენონ, რომ რაღაცა მოვლენები მასშტაბურად შეცვალონ. აი, ადამიანი, რომელიც ცვლის და ეხლა ესე პირველი გამახსენდა, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც აი რამდენიმე დღის წინ გამოშვებაში ყველა ნიუსის წინ ამბობდა, რომ თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამახვილებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, მაგრამ მათი მცდელობები არ ჩანს, მათი მცდელობები ვერაფერს ვერ ცვლის. როდესაც შიგნიდან შენი მცდელობები არის ძალიან მცირე და როდესაც ეს მცდელობები იმდენად ჩუმი არის, რომ სიჩუმეში გადადის და მხოლოდ რაღაცა გარშემო რამდენიმე ადამიანს ესმის და ის ადამიანი ამაზე არ რეაგირებს, ეს მცდელობებიც ხდება სიჩუმე თანამონაწილეობა არის, აი ამ კატეგორიაში გადის, ასე ვთქვათ. ეს არის ჟურნალისტად ყოფნისთვის საუკეთესო დრო, რადგან ცხოვრობ საკუთარი ღირებულებების და მისიისთვის და ეს ღირებულებები და მისია თუ შეიძლება რომ იყოს რაღაცის შემცვლელი კი, მაგრამ თუ უბრალოდ გარკვეულ ესე კომპანიაში, ასე ვთქვათ, იქ დაცლა არის ემოციებისგან და იქ რაღაცა პროტესტის ჩვენება სხვა ადამიანებისთვის, მაგრამ ის არაფერს არ ცვლის, ეს სრულიად უშედეგო არის. რა ვიცი, ეს ჩემს მეგობრებს და ნაცნობებს და ადამიანებს, რომლებიც სხვა არხებზე მუშაობენ, იმათთვის იყოს მიმართვა, ასე ვთქვათ. ამასთან ერთად ერთი ეპიზოდი მინდა ვიპოვო. ხო, აი ეს არის. მარია რესას ყველაზე ესე ვთქვათ ძლევამოსილი მტერი მოწინააღმდეგე ეს იყო ეს არ არის მე მგონი ეს ეპიზოდი რომელსაც ვეძებდი იყო ფილიპინების პრეზიდენტი
დუტერტე, ესეთი და მინდა რომ ეს ეპიზოდი ვიპოვო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის მარია რესას პროფესიული საქმიანობა შეეფერხებინა იმ გამოცემის მუშაობა ონლაინ ახალი ამბების რაპლერის, რომელიც მარიამ თავის თანამოაზრეებთან ერთად შექმნა, ასე ვთქვათ, რომელიც ყველა ძალადობრივ ქმედებას ამხელდა ამ ტროლბოტების ქსელებს, ამხელდა იმ მეთოდებს თუ როგორ ანვითარებდა როგორ ანვითარებდა მმართველი ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს, რომელიც იყო დეზინფორმაცია, ტყუილზე, უსამართლობაზე დაფუძნებული და მუდმივად ერთი სიტყვით ებრძოდნენ მარიას და მის თანაგუნდელებს, არაერთი ბრალდება წაუყენეს და 2017 წელს, როდესაც პრეზიდენტი დუტერტე წლიური მიმართვა, ასე ვთქვათ, აჟღერებდა, ის თავს დაესხა რაპლერს. ანუ ონლაინ გამოცემას მარიასი და სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ამ ეპიზოდს ვკითხულობდი, გამეცინა, მაგრამ გამეცინა იმიტომ, რომ ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის და როცა გიკითხავთ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვისაც ნაცნობი იქნება, მაგრამ ამასთან ერთად არაფერი არ არის აქ სასაცილო. ერთი სიტყვით თავს დაესხა და ამბობდა, რომ ამტკიცებდა, რომ რაპლერი ფილიპინების კონსტიტუციას არღვევდა უცხო ქვეყნის მესაკუთრეების ყოლით. რაპლერს მიუმართავ, როგორც კი გამოვკვეთთ თქვენს იდენტობას, ისევე დაასრულებთ, როგორც თქვენმა ამერიკელმა მესაკუთრეებმა, როცა იდენტობა გამოიკვეთება, გამოჩნდება, რომ ამერიკელების საკუთრება ხართ. ესე იგი, ფილიპინების პრეზიდენტი მიმართავდა მარიას და მის გამოცემას და ნაცნობი არის ბუნებრივია, იმიტომ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები რაღაცა სიტყვას იყენებენ და ეხლა უცებ არ მახსენდება. თქვენი უფროსებისო თუ ვისიო, მესაკუთრეებს არა რაღაცას იძახიან, ვითომ იმათი დავალებით მოქმედებთო და რავი, არაერთი მოგვისმენია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები იქნება, მედია საშუალებები, თუ იგივე პოლიტიკოსები, მათი მისამართით ეს ისმის ხოლმე, რომ თქვენ უცხოური ქვეყნის გავლენას ატარებთ და ფაქტობრივად ეს დუტერტე, ეს პრეზიდენტიც იგივე ეუბნებოდა მარიას, რომ შენ უცხო ქვეყნის გავლენებს ატარებ შენს ქვეყანაში და ამის გამო მას ჰქონდა ბრალი წარდგენილი და ამის გამო დააკავეს კიდევაც მარია რესა. აი ფაქტობრივად ეხლა რაც წავიკითხე აქ, რომ პრეზიდენტ დუტერტეს მაგივრად, არ ვიცი, ირაკლი კობახიძე თუ მამუკა მდინარაძე ჩავსვათ და რაპლერის მაგივრად, რა ვიცი, რომელიმე ორგანიზაცია, რომელსაც ქართული ოცნება თავს ესხმის, იდენტური ტექსტი გამოვა და ფაქტობრივად იდენტური გამოვა, ვინაიდან ეს რეჟიმები, რომელზეც მარია რესა ამ წიგნში მოგვითხრობს, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, ავტორიტარული რეჟიმები, როგორ მართავენ საკუთარ სახელმწიფოებს, რა მეთოდებს იყენებენ, ეს მეთოდები თავშიც აღნიშნე, რომ ნაცნობი არის დღეს მიმდინარე მოვლენების და მე გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, ვინაიდან აქ ბევრი ნაცნობი რამ იქნება ჩვენთვის და ამასთან ერთად მე ვფიქრობ, რომ მთავარი რაც არის, რომ გავიაზროთ და ამაზე მე კიდევ ერთხელ დავფიქრდი, სად არის ჩვენი როლი. ამ წიგნის წაკითხვამ ეს კითხვები გააჩინა, რომ სად არის როლი აი ამ მიმდინარე მოვლენების დროს და დაუსვით თქვენ თავს კითხვა, რას გაიღებს სიმართლისთვის, ამას ამბობს მარია და მე და ჩემი თანაგუნდელებიო ხშირად უსვამთო ამ კითხვას საკუთარ თავსო, რომ სიმართლისთვის რას გაიღებ და იგივე კითხვა ჩვენ შეგვიძლია რომ დაუსვათ საკუთარ თავს. კიდე არის, რომ იმისთვის, რომ სამყაროზე ნათელი წარმოდგენა გქონდეს, დაუსვი საკუთარ თავს ხისტი კითხვები. აი ეს ხისტი კითხვები, ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებისთვის იქნება ის, თუ რა ინფორმაციას ავრცელებენ. სად არის ფაქტები მათ ინფორმაციაში. არის თუ არა ეს დავალება, რომელსაც ასრულებენ და რომელსაც შესაძლოა არ ეთანხმებიან. არის თუ არა ეს რეალური სურათის ჩვენება. ხისტი კითხვები არა ჟურნალისტებისთვის ალბათ იქნება ის, რომ სად დგანან დღეს, სად არის მათი როლი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს როლი განსაკუთრებით, როდესაც საკუთარ სამშობლოს ეხება და პროცესები ესე ვითარდება და რაღაც არის გადასაწყვეტი და გადასაჭრელი. და ეს ხისტი კითხვები მარიას ეხმარებოდა იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო, ვფიქრობ, რომ ჩვენს დაგვეხმარება, რომ საკუთარი თავის გამორკვევაში დაგვეხმაროს. და ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ
აქ არ არის კონკრეტულად აი სათაურშო უპასუხოთ, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ამაზე ზუსტი პასუხი რომ აი ასე დაამარცხე, მაგრამ ამ ამბების კითხვის პარალელურად ამ პასუხებს მკითხველი მოკრებს, ასე ვთქვათ. როგორ ებრძოდა მარია, როგორ ებრძოდა არა, ებრძვის დღესაც მარია, მისი თანაგუნდელები, რა შედეგზე გადიოდნენ, ან ვერ გადიოდნენ და ფაქტობრივად აქ არის ერთგვარი გაკვეთილები თუ დიქტატურას როგორ უპირისპირდებიან ადამიანები, მაგრამ ბოლოს ის მაინც აჯამებს. მას ასე როგორ დავუპირისპირდეთ დიქტატორს და წერს რომ იმ ღირებულებების მიღებით, რომლებიც ადრევე განისაზღვრა. ესენია თქვენ მიერ უკვე წაკითხული თავების ქვესათაურები გვეუბნება და აქ არის ჩამონათვალი. სამართლიანობა, დაუცველობა, თანაგრძნობა, უარის თქმა ემოციებზე, შიშის მიღება, სიკეთის რწმენა. ამას მარტო ვერ გააკეთებთ, უნდა შექმნათ გუნდი და თქვენი გავლენის არეალი გააძლიეროთ. შემდეგ შეაერთოთ ნათელი წერტილები და მოგსოვოთ ერთი ბადე. მე ვფიქრობ, რომ ამ ბადის ქსოვა დღეს ჩვენს რეალობაშიც დაწყებული არის. ამ ბადეს ათასობით ადამიანი ქსოვს და ვიმედოვნებ, რომ ამ ბადის ქსოვა დასრულდება სიმართლის მხარეს და ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სიმართლისთვის, ვისაც როგორ შეუძლია ისე, გამარჯვება იქნება მათ მხარეს. ერთი სიტყვით, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, მაინც ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ამ წიგნის წაკითხვისთვის დროს გამონახავთ, შემდეგ თუ ამ წიგნს ურჩევთ თქვენს გარშემო ადამიანებს, ვინაიდან დღეს თანამედროვე საქართველოში ეს ნამდვილად არის სამაგიდო წიგნი, სადაც უამრავ გაკვეთილს ამოვიკითხავთ და რა ვიცი, იქნებ ვისწავლოთ ამ წიგნის მაგალითზე, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ უკანონო უსამართლო ქმედებებს. დასასრულს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ სოლიდარობა და თავისუფლება მზიან მახლობელს და რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს. როგორ დავამარცხოთ დიქტატორი?